ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ-კვირას დაისვენით ყველასგან. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მივესალმები მათ, ვინც ახლა შემოგვირთა და ძალიან საინტერესო თემა გვაქვს ნინო დღეს. კი, მოყვარულ მებაღეთა კლუბის სოსანი და თბილისის მერია ერთობლივ კონკურს საქართველოს ჩემი ბაღია მართავენ, რომლის დაჯილდოება თბილისობაზე ბოტანიკურ ბაღში გაიმართება. ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა და თბილისი ყველაზე მწვანე ეზოს ტიტულის მოპოვება, ამაზე მოყვარულ მებაღეთა კლუბის სოსანის დამფუძნებელი ლელა ებრალიძე და საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი აგროკავკასიის მთავარი რედაქტორი მალხაზ ხაზარბეგიშვილი ისაუბრებენ. მოგესალმებით. დილომშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან. ლელა, დავიწყოთ, მოდი შენგან. ლელა ებრალიძეს როცა ვაცხადებთ, ვიცით რომ მას აქტიურ ჟურნალისტიკასთან ჰქონდა შეხება, წლების წინ მეც ჰქონდა ბუნებრივია ლელასთან შეხება, ჩვენ ერთად მუშაობდით, მეგობრობთ უკვე დიდი ხანია. როგორ აღმოჩნდი ჟურნალისტიკიდან ფლორასა და ფაუნაში ერთი მითხარი. ძალიან ჩვეულებრივად, არასდროს არ ყოფილა ეს უცხო საქმიანობა ჩემი ოჯახისათვის, ხობის და გატაცების დონეზე, იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცით, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ეწევიან ინტელექტუალურ შრომას, განსაკუთრებით კარგია მიწასთან, აგროთემებთან ურთიერთობა და ეს ოჯახში ყოველთვის იყო. შორს წავალ და ვიტყვი, რომ ჩემს ბაბუას, რომელიც სახალხო არტისტი იყო და საქართველოს დამსახურებული არტისტი, ყოველთვის ჰქონდა ყანა, ყოველთვის მივდიოდით შავღერლეში და რაღაც ესე მოვიპოვებდით ჩვენ სარჩოს, ესე რომ ეს თემები არ იყო შორი და ზოგადად აგროქვეყანა ვარ ჩვენ საქართველოს და სირცხლილიც კი არის, რომ ჩვენ ამ თემებიდან ვიყოთ შორს, რაც არ უნდა ქალაქში ვიცხოვროთ და რაც არ უნდა ინტელექტუალური შრომით დავკავდეთ. ასე რომ 1-3 წლის წინ ჩემ ადამდალი მირჩია, რომ ამდენ ენერგიას და ნერვებს რო ხარჯავ ამ პოლიტიკურ პროცესებზე, მოდი ცოტა ზოგჯერ გადაერთეო და წაიღე ეს ყვავილები თბილისშიო და ესე შემომიცურეს და შემომაპარეს რამდენიმე ქოთანი. ხო, ჩაგიდეს. და ეს ერთ-ერთი ულამაზესი ქოთანი აქ არის. ხო, აი აგერ მოგიტანეთ ჩემი თბილისის სახლის, ხო? რა საოცარია. დიახ, ეს არის მეოთხე სართულის აივნიდან. სამინისტროში. ხო, მე ამას ვეძახი ვანილის სურნელს. ხო. განსაკუთრებით მისაღებია თეთრი და კრემისფერი ფერები დილით, იმიტომ რომ ეს იწვევს დადებით ემოციას და ეხა არ დაგღლით ფიტოთერაპიასა და სხვა თანამდებობ პროცესებზე, იმიტომ რომ ეს არის ყველა ადამიანისთვის აბსოლუტურად მისაღები და საჭირო ჰობი. მაგრამ ამას რომ გავცდეთ, მოდით გადავიდეთ გლობალურ თემაზე, რასაც ქვია ჩვენი გარემოს ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესება, გამწვანება, ესთეტიური სიამოვნების მიღება სულ ცოტა, როცა გადიხარ შენს ქალაქში თუ შენს სოფელში და ყველაფერი არის ძალიან ლამაზად, კეთილმოწყობილად და ასე შემდეგ. მოკლედ, სოციალურ ქსელში გაჩნდა რამდენიმე წლის წინ ესეთი დაინტერესებული ჯგუფები, ადამიანები ერთმანეთს უცვლიდნენ ისა რაღაც მცენარეებს, გამოცდილებას უზიარებდნენ და დაიწყო სულ პატარ-პატარა ჯგუფებიდან 10 კაციდან 15 კაციდან და დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ყველა მსგავსი თემა მარტო ფლორისტიკასთან რაც არის დაკავშირებული, ყველა ჯგუფი ერთად რო გადათვალოთ 100,000 აღემატებიან ეს ადამიანები და ყოველდღიურად დღე არ არის რომ ჯგუფში არ დაგემატოს რამდენიმე ადამიანი და ინფორმაცია ნელ-ნელა ვრცელდება. აგერ ბატონი მალხაზი ისაუბრებს ამ თემებზე, რამდენად მოიცვა სოციალური ქსელი აგროთემებმა და რა სერიოზულ საქმეს აკეთებს ეს ჯგუფები. და ძალიან საინტერესოა მოყვარული ადამიანები როგორ ჩაერთვენ ამ სერიოზული საქმის კეთებაში, ოღონდ მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ხომ და რეკლამის შემდეგ ვისაუბროთ ამ ყველაფერზე, ასე რომ დაგველოდეთ, ძალიან მალე ჩვენ ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. ჩვენ დაგიბრუნდით სტუმრებთან ერთად მოყვარულ მებაღეთა კლუბის სოსანის დამფუძნებელი ლელა ებრალიძე და საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი აგროკავკასია მთავარი რედაქტორი მალხაზ ხაზარბეგიშვილი არიან ჩვენი სტუმრები. მალხაზ, თქვენთან გავაგზავნოთ საუბარი მოყვარულ მებაღეთა კლუბი და რომელზედაც პრინციპში ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, როგორც ტელეიმედის ისე რადიო იმედის ეთერში. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენ როგორც პროფესიონალი ასეთი ადამიანების თქო გაერთიანებას, მათ წამოწყებას, მათ იდეას საზოგადოებამ და მათ შორის პროფესიონალებამ ხარი დაუჭირონ. რა ცვლილებებს შეიძლება ველოდეთ ასეთი თქვათ საზოგადოებრივი აქტივისტებისგან? მივესალმებით თქვენს მსმენელებს.
ზოგადად რომ შევხედოთ აგრომემართულებებს და იმ ხალხს, რომელიც ამ მიზნობრივ ჯგუფში მოიაზრება, მათი დამოკიდებულება ესეთია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა დარგს რო შევეხოთ, აგროტექნოლოგიები ახალი თუ არ არის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოება ძალიან რთულია და მიუღწეველია, ეს ადამიანები მაინც ენდობიან უფრო თავის ტოლიდან მიღებულ ინფორმაციას. ანუ ჩვენ ვაწვდით პროფესიონალურ ინფორმაციას, ადაპტირებას უკეთებთ, მაგრამ როდესაც ის ხედავს, რომ გვერდე თავისივე ტოლს ორი ასე აღიქვავს, მოქალაქე აკეთებს რამეს, ეს გადამდებია. მით უმეტეს თუ პროექტი წარმატებული აქვს, ალბათ ყველა შემთხვევაში ეს ნამდვილად ესეა. ჩვენი რედაქციის სამშობლები ფაქტიურად მუდმივ მონიტორინგს აკეთებენ ამგვარი ჯგუფების და შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აქტიურია და გადამდებია, რაც მთავარია. ჩვენ ჯგუფის წევრებსაც უყურებთ და ისინი იზრდებიან გეომეტრიული პროგრესით, არა მარტო ამ ჯგუფში, აგრარული და პროფესიული მიმართულების ყველა ჯგუფში. გარდა ამისა, ადამიანები იჯერებენ, რომ აგრარული სფერო არ არის თოხი. ეს არის უკვე ბიზნესი და შედეგად მსგავს ჯგუფებში აზრების გაცვლა, გამოცდილების გაზიარება იწვევს იმას, რომ დაინახავენ, რომ ერთმა ადამიანმა გარკვეული ფინანსური წარმატება მიიღო, მიაღწია, შედეგად ინტერესი იზრდება. ზოგი ისე მოყვავილად რჩება, ზოგი პროფესიონალი ხდება, ზოგი ბიზნესი იწყებს, რაც ძალიან კარგია. ზოგადად იმის ლოდინს, რომ ზევიდან ვიღაცა რაღაცას გაგვიკეთებს ამ გვერდიდან, აი ესეთი ჯგუფები უქმნიან პარალელურ რეალობას. ანუ ესენი აჩვენებენ, რომ საქმე კეთდება მოლოდინის გარეშე, შესაბამისად მე მიმყოლებიც გამოჩნდებიან ხოლმე და საკმაოდ კარგი, ესე ვთქვათ, აგრარული მოძრაობა დაიწყო თუ წელიწადნახევრის უკან, სადღაც თქვენ ქართულად აკრიფავდით Google-ში, ნებისმიერ დარგიდან სიტყვას აუშვათ ეღორეობა, მებაღეობა, მეყვავილეობა, ან რამე ცალკეულ სცენარეზე ხო ლაპარაკი ზედმეტია, ვერაფერს ვერ ნახავდით. ეხლა ჩვენ რო დავიწყეთ, გაჩნდა ეს სიტყვებით, შემდეგ ამან ამ ჯგუფებმა სოციალურ ქსელში აქტივობამ თავის შედეგი მოიტანა. ქალტონელა, აგრარული სფერო, როგორც ბატონმა მალხაზმა ბრძანა, არის ბიზნესი, თუმცა იმისთვის რომ ეს დაიწყოს, საჭირო რაღაც გარკვეული ფინანსები. და ზოგს არ აქვს, ზოგს სურვილი გააჩნია, მაგრამ არ შეუძლია. რას ეტყოდით ამ ადამიანებს? თქვენ როგორ დაიწყეთ? ჩვენ ვართ არამომგებიანი ორგანიზაცია, არასამეწარმეო იურიდიული პირი, თუმცა გაჩნდა იდეა და აუცილებლად მივალთ იქამდე, ფაქტია, რომ საკუთარ ფინანსებს თავად გამოვიმუშავებთ, გამოფენა გაყიდვებით. ძალიან მარტივად მე ფოჩი გაზრდელი ადამიანი ვარ, უყურე ჯართის ჩაბარების პროცესებს და უცებ ვიფიქრე, რატო არ შეიძლება ჩაიბარო მოყვარულისგან ყვავილი და გაყიდო ყვავილი. ანუ ეს მოყვარული ადამიანები, რომლებსაც ეზოში მოყავთ 1, 2, 5 და 10 ყვავილი და რომელიც ვერასოდეს ვერ გაუწევს კონკურენციას, თქვა დიდ შემომტან ფირმებს, მოვახდინეთ ამათი რაღაც გაერთიანება, ისინი გვიგზავნიან თავის სცენარებს, ჩვენ ვახდენთ ამის რეალიზებას, იმ ადამიანებს თავის მინიმალურ თანხებს ვაძლევთ და ჩვენც მინიმალური რჩება, მაგრამ ეს ორგანიზაცია სიცოცხლის უნარიანს ხდის. ხოლო ისინი, ვისაც უნდა მსგავსი საქმიანობა ბიზნესად აქციოს, ხო? ჩვენ ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, თუ კი რაიმე სამთავრობო ინიციატივა არსებობს, დაწყებული გლობალური აწარმოე საქართველოსთან დამთავრებული 5,000 ლარიანი მცირე ბიზნესის დასაწყები პროექტიდან, ყველაფერ ამ ინფორმაციას ვაწვდით, ვასწავლით, გამოცდილებას უზიარებთ, მაგალითად, ქონდა ამას წინათ ზუგდიდში გოგონამ მოიყვანა ფანტასტიკური პირველი ჰოლანდიური ტიტების სათბური გააკეთა. ამან იმდენი ადამიანი წაახალისა, რომ სახლის პირობებში მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში, სადაც სათბური არ არის დიდ ხარჯებთან დაკავშირებული, ხო? ადამიანებმა გაბედეს და დაიწყეს საკუთარი სადგურების გაკეთება. ანუ ყველაფერი არის შესაძლებელი. თუნდაც მინიმალური ფინანსების პირობებში. ჩვენი ფლორისტული მოძრაობა მეც კი არაფერს არ აკეთებს. იცით, თავიდან რაღაც კომერციულ ორგანიზაციებს ესე აღიქვეს, რომ ჩვენ მათი კონკურენტები ვიყავით და რაღაც ცოტა დაძაბულები შეგვხვდნენ და მიხვდნენ, რომ ჩვენ ეხა ის მასშტაბი არასდროს არ გვექნება, რომ ვიღაც სერიოზულ შემომტანს დავეჯახოთ, მაგრამ მოდით მეორესაც გეტყვით, როდისმე ამ ქვეყანაში ფასები უნდა დარეგულირდეს, თუნდაც ყვავილის ფასი უნდა რეალობასთან უნდა
იყოს ახლოს. ამდენად, როდესაც თქვათ ადამიანები, რომლებიც ერთიანდებიან და მათ მინიმალური შესაძლებლობები აქვს, ეს თავის დროზე ქმნის მაქსიმალურ შესაძლებლობას. ანუ ვიწყებთ ერთი ყვავილიდან ცვლით თესლებს, ცვლით იგივე კალმებს, ჯიშებს, ენდემებს, ამაში მოდის მერე ცოდნა. ხდებით? და ზიარდება ცოდნაც და გამოცდილებაც და ძალიან მიღწევადია ეს ყველაფერი. კარგით, დავუბრუნდეთ ისევ კონკურსის თემას. საქართველოს ჩემი ბაღია, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება? კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აბსოლუტურად ყველა საქართველოს მოქალაქეს და საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებ ქართველებსაც კი. მე სიამაყით ვაცხადებ ხოლმე, რომ ჩვენ გვაქვს ნომინაცია ქართული ბაღი უცხო მიწაზე და ასეთი ფორმით ვცდილობთ მოვეფეროთ საქართველოს ფარგლებს გარეთ სამუშაოდ გასულ ადამიანებს, რომლებიც მოწყვეტილი არიან თავის რეალობაზე და იქ სადაც მუშაობენ თუ მოღვაწეობენ, სულ პატარა მცირე კუთხე შეუქმნიათ საქართველოსთვის რაღაც ფლორისტული სახით. რამდენადაც მე ვხვდები, ეს იქნება კლასიკური ტიპის კონკურსი, თავისი დაჯილდოებით, გამარჯვებულით. როდემდე გასტანს, თქოთ, მონაწილეობის რეგისტრაცია და როდის შედგება დაჯილდოება? პირველი კონკურსი ჩავატარეთ შარშან, მაგრამ ისე ბლიცივით გამოგვივიდა 6 თვიანი და გაზაფხულზე რო ჩავატარეთ უკვე დაჯილდოება, მივხვდით რომ საქართველოს ყველა რეგიონი ვერ ასწრებდა ამაში მონაწილეობას. ამიტომ წელს კონკურსის ფინალური ეტაპი გადავიტანეთ შემოდგომაზე და რახან ჩვენი ინტერესები მერიასთან შეჯერდა და მერიასაც გაუჩნდა მსგავსი ინტერესი, თბილისობაზე მოხდება და მოხდება ეს ბოტანიკურ ბაღში. იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში ბოტანიკური ბაღი არის ფლორისტებისთვის და მოყვარულებისთვის სავიზიტო ბარათი და მოდი გავხადოთ ეს ადგილი ცოცხალი, გავაცოცხლოთ და გავაცოცხლოთ ჩვენ საზოგადოებამ და არ იყოს მუდმივად საჯილდაო ქვა რაღაც თემები რა. 1 ივლისამდე გასტანს რეგისტრაცია მონაწილეთა ონლაინ რეჟიმში, თუმცა ჩვენ სატელეფონო ხაზზეც ვართ და მე აქაც გამოვაცხადებ ჩვენ ტელეფონს 574-90-30-38, სადაც ადამიანებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ და ჩვენ მათ მივაწვდით ყველა საშუალებით იმ სარეგისტრაციო ფორმას, რომლითაც შემდეგ ისინი კონკურსის მონაწილეები ხდებიან. შარშან მოხდა საოცრება და 1500-მდე ადამიანი დარეგისტრირდა კონკურსში. ამ სამოქალაქო უბრალო წამოწყებაში ყველა ადამიანს ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი მონაწილეობის. წელსაც დაახლოებით იგივეს ველოდებით, მით უმეტეს, როცა ამას დაემატა თბილისის თემები, თბილისის ყველაზე მწვანე ეზო და ასე შემდეგ. ადამიანები არიან ძალიან მოტივირებულები და ისინი ყოველდღიურად უფრო მეტი და მეტი ერთვებიან. ესე იგი, კონკურსის სადღაც 1 სექტემბრის ჩათვლით იქნება, უკაცრავად 1 ოქტომბრის ჩათვლით იქნება ფოტოების მიღება, შემდეგ იმუშავებს კომპეტენტური ჟიური და ის შეაფასებს ამას ყველაფერს, არის ძალიან ობიექტური ეს ყველაფერი და დაახლოებით 30-მდე ადამიანს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან, თბილისელებიც იქნებიან, დავაჯილდოებთ ბოტანიკურ ბაღში. 11 ნომინაცია, მეოთხე ძველმანების 12 ნომინაცია, მე-12 არ დაგავიწყდეთ, ეს არის სოციალური ქსელის სიმპათია. 11-ვე გამარჯვებული ფოტო, ბოლოს იდება ერთი კვირის განმავლობაში სოციალურ ქსელში და სოციალური ქსელი ირჩევს თავის სიმპათიას. და მე დავინტერესდი მეოთხეთი ძველმანების ფეიერვერკი. ეს არის უკვე მსოფლიოში ადაპტირებული მის ისეთი მოცემულობა, როდესაც გაქვს რაიმე ნივთი და ამ ნივთს ახლა სიცოცხლეს სხვათა შორის ეს თემა ასე თამაში ძალიან უკავშირდება ეკოლოგიის საკითხებს, იმიტომ რომ უამრავი ნარჩენია მსოფლიოში, რომელიც ზოგი გადამუშავდება, ზოგი ვერ გადამუშავდება. ეხლა ჩვენ რო უტილიზაციაზე დავიწყოთ საუბარი, ძალიან ღრმა თემაა და იქ ვერ გადავალთ, მაგრამ ჩვენ ესე ელემენტარულად რაღაც ძველი ნივთებისგან, თქვათ, კომპოზიციებში მათ გამოყენებას ამის პრეცედენტები გვაქვს, ძალიან ლამაზად ხშირად ვახდენთ ტელეეთერებში ამის დემონსტრირებას და ეს არის ძალიან ლამაზი კომპოზიცია, სხვათა შორის სწორად შენიშნეთ. აი მაგალითად, ახლა ჩვენ დილიდან საუბრობთ, როდესაც ვაანონსებდით გადაცემის თემას და სტუმრებს, რომ მაგალითად ნინოს გაუჩნდა სურვილი, რომ საკუთარ სახლში პატარა, თქვათ, ოაზისი მოიწყოს და შექმნას, თქვათ, რამდენიმე ესეთი ნიმუში თავად მიიღოს მონაწილეობა. თუ არის ხოლმე, თქვათ, კითხვები, როგორ შეიძლება დავიწყოთ სულ თავიდან?
ყოველდღიურ რეჟიმშია და რა შეიძლება ვთქვათ იყოს ეს პირველი ნაბიჯები? სულაც რომ არაფერი არ იცოდე თუ მოხვდით ჩვენ ჯგუფებში და ჩვენ მუდმივად ამას ვთხოვთ ყველა ჩვენ წევს რომ მაქსიმალურად გაიტანონ ინფორმაცია და ეხლა მინდა ერთი წუთით გადავუხვიოთ ემას ჩვენ გავწდით სოციალურ ქსელს ეხლა ამ თვის ბოლოს ჩვენ გვაქვს პირველი გასვლა აჭარაში ქალთა მოძრაობამ დაგვიჭირა მხარი ჩავდივართ იქ პოპულარიზაციას ვაკეთებთ პროექტისას და ანუ იქნება პრეცედენტი და აწი ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით რომ უკვე გადავიდეთ პირად კონტაქტზე მოხმარებელთან რაც შეეხება თქვენს მონაწილეობას ვთქვათ კონკურსში ხო შემოდიხართ ჯგუფში იღებთ ყველა სახის რჩევას იღებთ აი თუ გჭირდება შეიძლება მცენარეებიც მოიპოვოთ, იმიტომ რომ ადამიანები არიან ძალიან გულმხურვალი ამ მიმართულებაში და ისინი ერთმანეთს უზიარებენ. აი ახლა ხვალ უნდა დავხვდე გურიდან მომავალ იმას რა ქვია სამარშრუტო ტაქსს, რომელიც მაგნოლიას კალმებს ჩამოგვიტანს, ეს მცურავი ხის ჯიშის. ცნობილი მცურავი ხის ჯიშის, ხო? აი ეს ხდება პოპულარიზაცია, ხა ვისაც გონია რომ იქ რაღაცა უარყოფითი იყო, იმას დადებითი მხრიდან შემოტრიალება შეიძლება ადამიანებმა გაიცნეს ეს მცურავი ხე. ბატონო მალხაზ, მინდა ვისაუბროთ საინფორმაციო ანალიტიკური პორტალის მნიშვნელობაზე. გეტყვით წეგანაც თქვი რომ ეს მიზნობრივი ჯგუფი ძირითადად ის ადამიანები არიან რომლებიც ნაკლებად ფლობენ სამწუხაროდ იმ ასაკში არიან ინგლისურ ენას და რუსულსაც კი ამიტომ ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დარგისთვის იქნება ეს მეყვავილეობა, მებაღეობა, მეფუტკრეობა თუ ასე შემდეგ. ამ თვითონ ამ პორტალის გაჩენა მის გამოიწვია რომ გარკვეული ბიძგიმისა ცალკეულ კორპორატიულ საიტებს ცალკეულ ადამიანებს რომლებიც ჩაერთნენ ბლოგების წერა დაიწყეს საკუთარი გამოცდილების გაზიარება დაიწყეს გარდა ამისა თუ დავუშვათ ავიღებ ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურას ტექნოლოგიურ ლიტერატურას რომელიც დეფიციტურია მაგრამ მაინც მისი ადაპტირება არის აუცილებელი იმ ენაზე რომელიც უფრო მისაღებია მასობრივობის თვალსაზრისით ხშირად გვიკავშირდებიან ფერმერები და მათ დღევანდელი იმდენად შეზღუდული იყო საინფორმაციო სივრცე ამ აგრარული მიმართულებით რომ სახელმწიფო პროგრამები და სერვისებიც კი არიციან ანუ ქვეყანაში რა მიმდინარეობს რა სერვისებია შესაბამისად ამ ინფორმაციას უკვე ამ ერთი ადგილიდან მუდმივად იღებენ და სტაბილურად ჩვენ ყველა მიმართულებით გვაქვს ტექნოლოგიების დავუშვათ პამიდორზე 5-6 ტექნოლოგია და ასე შემდეგ ყველა დარგში ტექნოლოგიური მრავალფეროვნება გარდა ამისა კონსულტაციებსაც უწევთ შესაბამისად შეზღუდულია ჩვენი ადამიანური რესურსი და კონსულტაციები ონლაინ კონსულტაციები არ შეგვიძლია ვერ ვაძლევთ თავს ამის უფლებას თუმცა უნდა ითქვას რომ დარგობრივ სივრცეში საიტი ყველასთვის ცნობილია დაწყებული მთავრობიდან დამთავრებული წვრილი ფერმერით და ყველა ცდილობს ჩვენთან ურთიერთობას იმიტომ რომ ეს პრეცედენტია და მარკეტინგის საუკუნეში ინფორმაციის გარეშე არაფერი არ ვითარდება ჩვენ ვიცით რომ პროდუქტის შექმნა იწყება ბოლოდან, ანუ ბაზრიდან, მომხმარებლიდან. ეს საწარმოო ჯაჭვის მიწოდებას კი ცოტა ხნის წინ პრობლემა იყო იმ ადამიანისთვის, იმიტომ არ იცოდა ეს რას ნიშნავს ბაზარზე ორიენტაცია ძალიან გვიჭირს დღესაც. ზოგადად განათლების დონე დარგში ცოტა რბილად რომ ვთქვათ ძალიან დაბალია, იმიტომ რომ იქ გავითარებულ ქვეყნებში ეს დარგი ვითარდება ძალიან სწრაფად. ანუ ჩვენ რომ მათ დავეწიოთ ორჯერ სწრაფად უნდა ვიაროთ, რაც ძალიან ძნელია ინფორმაციის გარეშე. შესაბამისად ჩვენ თვლით რომ პირველ გზამკვლევები ვართ და მომავალში გაჩნდებიან საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც ამ სივრცეს აითვისებენ, იმიტომ რომ როდესაც დარგი ხდება მომგებიანი, საინფორმაციო საშუალებაც გარკვეულწილად მომგებიანი ხდება. ჩვენ ახლა დილის მინისტრები ვართ, მე და ინა ბუნებრივია გვაინტერესებს ჩვენი კოლეგები, იგივე ვთქვათ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ან თუნდაც გარემოს დაცვის სამინისტრო, თუ აქტიურობს ამ მიმართულებით და ვთქვათ, გეთანამშრომლებათ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს
მაგალითად ტექნოლოგიების გვაწვდის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ინსტიტუტი, კვლევითი ცენტრი, გარდა ამისა თვითონ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკოლოგიის სამინისტრო და სხვა დარგობრივი სამინისტროები და პლუს მომიჯნავე სამინისტროები და მათი სამსახურები აქტიურად თანამშრომლობენ და ჩვენ იმ დონეზეც მიდის ზოგჯერ თხოვნები, რომ აი საკონსულტაციო სამსახურები აქვს დაუშვათ სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მათთან ინფორმაციის გაცვლა გამოცვლაზე. მე უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ არის დაინტერესება, დაუშვათ რო ვიწყებდით, ვერც ვფიქრებდი, რომ ესეთი დაინტერესება იქნებოდა სახელმწიფო წრეებიდან. გვიწევენ თუ რამე კონფერენციაა გარდა ამისა გვაქვს ალგეული შეხვედრები, სადაც გარკვეულ სტრატეგიებზე ვიღებთ ინფორმაციას და ჩვენ ვცდილობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 100% დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ, როგორმე მივაწოდოთ ის, რაც ხდება ქვეყანაში, ან რაც დაგეგმილია იმ ფერმერებს, რომ განსაზღვრონ ხვალ რა უნდა აკეთონ. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი კიდე ის, რომ ვერ იჯერებენ ჯერ რომ ეს აგრობიზნესია, ამისთვის საჭიროა რომ დაუშვათ ფაოს პროგნოზებზე ილაპარაკო, რა მნიშვნელობა აქვს ამ პროდუქტის ფასებზე პროგნოზებს, რა მნიშვნელობა აქვს ფიუჩერსულ ვაჭრობას და ზოგადად ის თემები უნდა შემოვიტანოთ, რომელიც უფრო მეტად გაუსავს ხაზს, რომ ეს დარგი არის ბიზნესი და როგორც ბიზნესის სხვა სახეებს თავისი კანონები აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ და ერთი რჩევა მექნება ამ დარგის განვითარების მსურველთათვის, რომ გარდა იმისა, რომ ჩვენ ტექნოლოგიებს ვაწვდით ადამიანებს, აუცილებლად უნდა დავუმატოთ ამას მენეჯმენტი, პიარი და ინფორმაცია. ესეც უნდა ვასწავლოთ, თორე არაფერი არ გამოვა. და ბოლოს მე ლელას ვკითხავ, ვაჟა-ფშაველას ფონდი და მოყვარულ მებაღეთა კლუბი სოსანი აქცია დაურგე დედამიწას ხეფარგლებში აპირებენ ვაჟა-ფშაველას სახელობის ხეივნის გაკეთებას. როდისთვის გეგმავთ ამას, ლელა და კიდევ რო თქვა სამომავლო გეგმებზეც მოკლედ ვისაუბროთ ბოლოს. ამ საკითხში დამოკიდებული ვართ ხელისუფლებაზე, ანუ თბილისის მერიაზე, გარემოს დაცვის სამინისტროზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, სად და რა ფორმატში გამოგვიყოფენ ამ ტერიტორიას. ჩვენ გვინდა რომ ეს ტერიტორია იყოს საკმაოდ მოცულობითი, იქ დავრგოთ ვაჟას ნაწარმოებიდან ავთენტური სცენარეები, რაღაც არქიტექტურული მომენტებიც კი იყოს იგივე შვილის ნუკრიდან დაწყებული და ეს იქნება კიდევ ერთი ახალი და ცოცხალი ადგილი ამ ქვეყნისათვის რა. ასე რომ მივიღებთ თუ არა პასუხს, ქალბატონ ლელა შეგიძლიათ დაუძახოთ და ეს არის ძალიან კარგი იდეა ჩემი აზრით. თვითონ პროექტი დაურგე დედამიწას ხე მსოფლიო მასშტაბის პროექტია, დაიწყო ეს მოძრაობა დედამიწის დღემ და ჩვენ ოფიციალურად გავწევრიანდით მასში 5 წლის განმავლობაში. დედამიწაზე უნდა დაირგოს იმდენივე ხე, რამდენი მაცხოვრებელიცა და ეჭვი მაქვს უკვე გადავაჭარბებთ რა. ძალიან მაგარია. თვითონ მაცხოვრებელს თვითონ ხე. მომავალი გეგმები არის ის, რომ ჩვენ ავიმართლოთ ჩვენი კვალიფიკაცია, აუცილებლად რახან ამ საქმეს მოვკიდეთ ხელი და აი ბატონი მალხაზი საუბრობდა წეღან და ერთი რაღაც შენიშვნა მინდა გავაკეთო, როგორც რაღაც გამოცდილმა ბიზნესმენმა, იცით? ისევ შეინიშნება საქართველოში, რომ ბიზნესები ყოველთვის ცდილობენ აეკიდნონ ხელისუფლებას და სახელისუფლებო განწყობებს. ხალხო, მსგავსი, ვთქვათ, იგივე ჩემი კლუბი ბატონი მალხაზის გამოცემა, ეს არის საუკეთესო საშუალება მათი ბიზნესების უფრო ფართო მასშტაბისთვის. ეს არის მზა პიარ კამპანიები რეალურად. იმედია, როდისმე მიხვდებიან, რომ მათთვის გაცილებით ხელსაყრელია ასე წამონაქმნებთან ურთიერთობა, ვიდრე ხელისუფლებაში სირბილი 24 საათის განმავლობაში. ძალიან კარგი, დიდი მადლობა ლელა ებრალიძე, ბატონი მალხაზ ხაზაბეგაშვილი. მე შემიძლია ვთქვა, რომ რაც გაუკეთებია და დაუწყია ლელას, ყოველთვის წარმატებული ყოფილა და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც ასეთივე შეფასებას დაიმსახურებს, მით უმეტეს, როდესაც საუბარია იმ ციცოცხლისთვის აუცილებელ კომპონენტებზე, როგორიც არის თქვათ სცენარეები, გარემო, რომელიც პირდაპირ კავშირშია თითოეულ ჩვენთან. დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოდის ამ ყველაფრისგან. მადლობა დროებით. დიდი მადლობა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ministrები ამ დონეზე ინტერესდებიან სამოქალაქო. აუცილებლად გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს. სვენელსაც დავიმშვიდობებით, ჩვენ ერთმანეთს შევხვდებით პარასკევს დილით. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს დილით. აბა დროებით ნახვამდის. ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვისმენთ ჩვენ. სამშაბათს და ხუთშაბათს სხვა სამინისტროს. შაბათ-კვირას დაისვენით.
ყველასგან.